მიწისძვრა საქართველოში ბიძგების სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდს მიაღწია. ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში ქალაქ დმანისთან ახლოს დაფიქსირდა, თუმცა მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომბის პირდაპირ ეთერში სეისმოლოგიური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ზურა ჯავახიშვილი გვერდება. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველი კითხვა უფრო დეტალური ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ მიწისძვრასთან შედარებით ადგილი, ზუსტი დრო და ხომ არ ყოფილა ნგრევა. მიწისძვრა 14 საათსა და 14 წუთზე მოხდა თბილისის დროით, მაგნიტუდა დაზუსტებული მაგნიტუდა 4.9-ია და თბილისიდან დაახლოებით 59-60 კილომეტრში იყო, დმანისიდან დასავლეთით დაახლოებით 12 კილომეტრში. რაც შეეხება ნგრევის შესახებ ინფორმაცია ხომ არ არის? შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ნგრევა ასეთ მიწისძვრას არ უნდა გამოეწვია, თუმცა ძველი და ასე ვთქვათ, სუდაც ნაგები შენობები შეიძლება დაზიანებულიყო ეპიცენტრში. ამის თქმა შეგვიძლია. მიწისძვრას უკვე მოყვა ავტოშოკების სერია, მათგან ყველაზე ძლიერი 3.5 მაგნიტუდის ტოლი იყო და 2 წუთში მოხდა აი ამ ძირითადი ბიძგიდან. ბატონ ზურაბ, ეპიცენტრის გარდა ყველაზე მეტად სად იგრძნობოდა მიწისქვეშა ბიძგები? ალბათ დმანისში იგრძნობოდა ყველაზე დიდი, თუმცა სოფლები უფრო ახლოს არის ეპიცენტრთან, მაგრამ ყველაზე ასე ვთქვათ, დიდი დასახლებული პუნქტი ეპიცენტრთან ახლოს დმანისია. თუ არსებობს განმეორებითი ბიძგების საშიშროება, ანუ რამდენად ვარაუდი შეგვიძლია წინასწარ? განმეორებითი ბიძგები, ასე ვთქვათ, მომდევნო ბიძგები, ანუ ავტოშოკები ხდება, როგორც გითხარით, რამდენიმე უკვე მოხდა, უпроსტად რამდენიმე ასე ვთქვათ, სუსტი და თუ ძალიან სუსტ მიწისძვრებს ავიღებთ, ის მე ვგულისხმობ, ანუ შემდგომ პერიოდებს, თუ შეგვიძლია ახლაც ველოდოთ განმეორებით ბიძგებს. არა, როგორც გითხარით, უფრო სუსტი მიწისძვრები მოხდა უკვე და მოხდება, მაგრამ მათი უმეტესობა იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ აპარატურა აფიქსირებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ შორის ძლიერი აი ამ პირველი ბიძგის ტოლი გამოერიოს. ბატონ ზურაბ, ქვეყნის მასშტაბით სეისმურად ყველაზე საშიში ზონები რომელია, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ და თუ არის მათ შორის დმანისიც? დმანისი ერთ-ერთი აქტიური ზონაა, სადაც აი ამ სიძლიერის და ოდნავ უფრო ძლიერი მიწისძვრებით მომხდარა სეისმურად. ახლა ყველაზე აქტიური კავკასიონის ცენტრალური ნაწილია განსაკუთრებით და ჯავახეთის ზეგანი აქ ყველაზე ხშირად ხდება, თუმცა საქართველოში ასე აბსოლუტურად ასეისმური ტერიტორია არ არის, ყველგან შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, რომ ჩვენ შეკითხვებს უპასუხეთ. მომბის შეკითხვებს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ზურაბ ჯავახიშვილი პასუხობდა.